შაუა პაპუაშვილი აკეთებს ამ წუთებში განცხადებას, რომელსაც გთავაზობთ პირდაპირ ეთერში. რომელიც გამოუგზავნა ქართულ კოლეგას მიხეილ ყაველაშვილს პირველ რიგში ბუნებრივია მინდა თქვენი პოზიცია მოსვიოთ ამ წერილის გზავნისთან დაკავშირებით და აქვე გკითხავ მეორე ნაწილი ჩემს კითხვის ამერიკის ჩოლს დონელი პოზიცია რომ უნდათ შეხვედრა ბიძინა იმაშვილთან და ეს შეხვედრა არ შედგა ორივე ნაწილი უბრალოდ ყოველს ამის სასალმებელია ის მილოცვის წერილი რომელიც პრეზიდენტ ტრამპისგან საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის მისამართი იქნა გაგზავნილი და მილოცვასთან ერთად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს შინაარსი, რომელიც ჩადებული იყო ამ მილოცვაში, სადაც ხაზგასმული იყო საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის სურვილი და სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების სურვილი. ზუსტად ეს არის, სადაც ჩვენ საუბრობდით და ეს არის ფიქრობთ კარგი სიგნალი. რაც შეეხება საელჩოს დღევანდელ პოსტს, რომელიც Facebook-ზე ვიხილეთ, პრეზიდენტ ტრამპის მილოცვის შემდეგ ეს განცხადება ცოტა არ იყოს უცნაური არის, ამიტომ ამასთან დაკავშირებით რატომ არის უცნაური? ის რომ თვითონ როგორც საუბრობენ რამდენიმე დღის წინანდელ ამბავი, მაინც და მაინც ასე ვთქვათ პრეზიდენტის ტრამპის უშუალო მილოცვის შემდეგ მეორე დღეს ასე ვთქვათ ამას გამოეხმაურენ, უბრალოდ ამ საკითხს მოაყოლეს ეს განცხადება არ ვიცი სიმართლე გითხრათ რა მიზანი ქონდა ამ განცხადებას ცოტა რთულია. ეს გზავნა რაც საქართველოს მიიღო ამ შემთხვევაში პრეზიდენტმა ტრამპისგან ნიშნავს თუ არა იმას რომ რაღაც შეიძლება მოხდეს ურთიერთობებში და გადაითვირთოს ურთიერთობები, იმიტომ რომ თქვენი პროგნოზი იყო რომ ურთიერთობები ახალ ეტაპზე უნდა გადასულიყო. შეიძლება იყოს დასაწყისი ეს ურთიერთობების გადასვლა. დიახ, ზუსტად ამას ვსაუბრობთ. პრეზიდენტ ტრამპის გაცხადებული მიზნები რაც არის, ამ მიზნებს ეს მიზნები სრულად ემთხვევა იმ ხედვას, რომელიც ჩვენ გვაქვს და ეს მისი გაცხადებული მიზნები იწყება ამერიკის შეერთებულ შტატებში Deep State-ის დამარცხების მიზნიდან. ეს არის მისი პირველი მიზანი, რომელიც მან მთავარ ამოცანად დაისახა და მათ შორის მისი წარმატების საზომადაც დაისახა. ამ მხრივ ჩვენ მისი მხოლოდ გულშემატკივარი ვართ და უფრო მეტიც, ვინაიდან ვიცით, რომ რაც უფრო მეტად შესუსტება Deep State-ი, მით უფრო გაძლიერდება ამერიკას და საქართველოს შორის თანამშრომლობა. ეს არის პირდაპირ პროპორციული იქნება Deep State-ის შესუსტება საქართველოს-ამერიკის ურთიერთობების გაუმჯობესებასთან და პრეზიდენტ ტრამპის მილოცვა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით პრეზიდენტ ყაველაშვილის მიმართ ფიქრობ, რომ არის ამის ერთ-ერთი კარგი სიგნალი. პირდაპირ ეთერში. ჩამთეთ თქვენ პირდაპირ ეთერში და გიპასუხოთ პირდაპირ. საუბრობს ელჩებიძე იმაშვილებით და ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი. ის საუბრობს ფიშერზე თავდასხმასთან დაკავშირებით და ხშირად საუბრობთ ხოლმე თქვენს და მათ შორის პრემიერ-მინისტრის თომას სტანდარტზე. მაგალითად, როდესაც ფიშერთან დაკავშირებით ინვესტორები შეურაცხყოფა, ამას დაკავშირებით ამბობენ, რომ ეს არის სისხლის საფრთხის საქმე, მაგრამ როდესაც მაგალითად ცალკეულ დეპუტატებზე ძიამაყობის საქმესთან დაკავშირებით მოხდა ეს ინციდენტი, ამაზე ამბობენ, რომ ეს არის პროტესტის ნაწილი. ამას ამბობენ თქვენი თანამდებობებიც და ამას ამბობს პრემიერი, რომ ორმოგი სტანდარტი არის ყველგან. ფიქრობ, უფრო საქმე უფრო ცუდად არის, ვიდრე უბრალოდ ორმაგი სტანდარტი. ეს არის უბრალოდ კატეგორიზაცია. როგორც ჩანს, ზოგიერთებს კატეგორიებად ყავთ ჩამოყალიბებული ქვეყნები, არსებობს A კლასის ქვეყნები, არსებობს B კლასი, C და ასე შემდეგ. ალბათ კატეგორიებად არის ჩამოყალიბებული და აქედან გამომდინარე ის რაც მიუღებელი არის ბერლინში, მისაღებია თბილისში. მაგალითად გეტყვით, რომ გახსოვთ თქვენ, მე ამაზე გამოვაქვეყნე კიდევაც ვიდეო შედარება ბერლინში, როგორ ააფეთქეს მაშხალა შენობაში და ამის გამო ადამიანი დაიჭირეს სისხლის სამართლებრივად და თბილისში როგორ ააფეთქეს პარლამენტის შენობა, რაც უფრო მაღალი დაცვის სტანდარტის სარგებლობს და ამაზე გვითხრეს, რომ ეს არის მშვიდობიანი აქცია. ამიტომ ზოგიერთის თვალში კატეგორიებად არის სამწუხაროდ, როგორც ჩავს, ჯერ კიდევ სამყარო დაყოფილი. ეს მე-20 საუკუნის შეიძლება რაც კუდებია შემორჩენილი ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფების ტვინებში.
რაც მინიმუმ მას შემდეგ რაც არსებობს გაეროს ქარტია და მას შემდეგ რაც არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული დეკლარაცია, ამის შემდეგ მაინც უნდა ყველას უნდა მიევიწყებინა ასე ვთქვათ სტანდარტიზაცია, უბრალოდ კატეგორიზაცია ქვეყნების. და ესეც კარგი მაგალითი არის გუშინ პრემიერმაც ახსენა, მაშინ როდესაც თავად ელჩი ესარჩლება ადამიანს, რომელიც ფიზიკურად თავს დაესხა პოლიციელს და აქაც ხაზგაუსვა რომ ნებისმიერ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოში პოლიციელი უფრო მაღალი დაცვის სტანდარტით სარგებლობს და მაშინ როდესაც გერმანიის ელჩი ესარჩლება პოლიციელზე თავდასხმას, ფიზიკურად თავდასხმას და ამბობს რომ ის არ უნდა მის მიმართ არანაირი დევნა არ უნდა წარმოებდეს, მეორე მხრივ ადამიანი რომელიც ის ვერბალურად შეაწუხა ამ ადამიანზე გვეუბნება გერმანიის საგარეო სამინისტრო რომ უნდა მოხდეს სისხლის სამართლებით დევნა. სისხლის სამართლებით დევნა. შეგახსენებთ რომ ამაზე ჩვენთან როცა ვსაუბრობთ იმაზე რომ დაიგმოს ამას არც გმობენ საელჩოები, მათ მიერ დაფინანსებული ადამიანების სიტყვიერ თავდასხმას დეპუტატებზე არ გმობს არც ერთი საელჩო თუ დონორი. როდესაც საუბარი არის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით ასეთ ქმედების ამბობენ რომ ეს რაღაც გადამეტებულია და თავად გთხოვენ სისხლის სამართლებრივ დევნას ადამიანისა ფიზიკური ხო და ამიტომ სწორი ყოფილა ხო? ამიტომ ხო და საქმე იმაშია რომ ის კი არა ჯერ ერთი ის ადამიანი გამოკითხული იყო ხო იცით? ერთი და მეორე ასე ხوار შეიძლება. როდესაც თან მთელი ცინიზმი ამ ისტორიის იმაშია რომ თავად ელჩი ჩავიდა ბათუმში იმისთვის რომ გამოსარჩლოდა პოლიციელზე თავდასხმელ ადამიანს და ეთქვა რომ პოლიციელზე თავდასხმელ ადამიანი არ უნდა დაისაჯოს და ამ დროს იმ ბათუმში ამ საქმისთვის ჩასულ ელჩი ვერბალურად რომ შეაწუხეს ამაზე ითხოვს სისხლის სამართლებრივ დევნას. უბრალოდ აქ ხო ჩანს ფარისევლობა მთელი ამ პროცესისა. არა, რეაგირება. უყურეთ სახელმწიფო რეაგირება. შალვა პაპუაშვილის განცხადებას უსმენდით თქვენ პირდაპირ ეთერში.